გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას თაქ-შოუს ეთოქზე. ალბათ ნახეთ ორკები, ტიტუშკები, შეპყრობილები და ჭინკები, როგორ მივარდნენ კახიკალაძის შტაბში, მოაწყვეს პროვოკაცია, 2 დღე იგინებოდნენ და ბოლოს ცოტათი მოხვდათ. ამაზე კი როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ატეხეს ცივილკივილი. აი, რეპრესიებიო. ძალიან უცნაური რეალობა მივიღეთ. რადიკალურმა ოპოზიციამ დაიჯერა, რომ მათი მხრიდან შეიძლება გინება, ფურთხება, რტყმა, მაგრამ იმავეთი თუ უპასუხებ, ეს არ შეიძლება. მინდოდა ამ მოვლენისთვის ეთიკური რელატივიზმი ან ორმაგი სტანდარტი დამერქმია, მაგრამ ძალიან აკადემიურია და ამ ჭინკებს არ შეშვენით. მათ მოქმედებას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჭირვეული ბავშვის მდგომარეობა, როდესაც მას ყველაფერი უნდა ეპატიოს და პასუხი თუ გასცეს ისტერიკაშია. ანდაც ამაზე ერთი პირველყოფილი ტომი გამახსენდა, რომელსაც კითხეს, რა არის თქვენთვის ბოროტებაო. ბოროტება არის, როდესაც მეზობელი ტომი შემოგვივარდება, გადაგწვავს, აგვაოხრებს, ქალებს გაგვიუპატიურებს და წავაო. და სიკეთე რა არისო? სიკეთი არის, როდესაც ჩვენ მივუვარდებით, გადავწვავთ და ავაოხრებთო. გეცნოთ ხომ ლოგიკა? ესაა ჩვენი რადიკალური აკაცუკების ფილოსოფია. მეორე თემა, რომელსაც მინდა შევეხო, არის ისევ მელიქიშვილის პერიპეტიები, სადაც აკაცუკები ამბობენ, რომ ოცნების მხარდამჭერმა ბოთლი პოლიციელს გაარტყა და რატომ არ აკავებენო. აგერ მზია ამაღლობელი სილის გაწვნაზე ზის და ამათ რატომ არ იჭერენო. ეს არასწორი შედარებაა. შეხლა შემოხლის დროს რაღაც ექსცესი ყოველთვის მოხდება. თქვენ ის გაიხსენეთ პოლიციას 1 კვირის განმავლობაში რომ ესროდით პიროტექნიკას. 1 კვირის განმავლობაში ესროდით ხელნაკეთ პისტოლეტებს, მოლოტოვის კოქტეილებს და სახელმწიფო 1 კვირის განმავლობაში მოგიწოდებდათ კონსტრუქციულობისაკენ. ყველანაირად გეფერეთ, მაგრამ თქვენ თურმე უცხო ქვეყნებიდან ყოფილ ხართ დაფინანსებულები ასარევად და სიმართლე და რეალობა რაში გაინტერესებთ. და ბოლოს, ლევან ხაბეიშვილის და პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი რევოლუცია 4 ოქტომბერს. ხალხს მოუწოდოთ, გამოდით არაფერი არ, შენ არ ვიბრძოლებთ. როგორ კაცო 4-ში ვერ დავამთავრებ, ეხლა მე უნდა გავისეირნოი. 4-ში ესენი აღარ იქნებიან საღამოს. 5-ში იღვიძებს საქართველოს თავისუფალ საქართველოში და ვაფრიალოთ დროშები ბატონები. ჯერ მშვიდობიანი რევოლუცია რომ ოქსიმორონია და ისეთივე შეუთავსებელია, როგორც მშრალი წყალი და ცხელი თოვლი, ეს ვთქვათ. მერე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მე რამდენი თარიღი უნდა დაასახელოს რადიკალურმა ოპოზიციამ ამ 13 წლის განმავლობაში. უკვე ძალიან სასაცილოები ხართ. ხალხს თქვენ დაანონსებულ რევოლუციაზე მეტად გუდიანი კაცის და ცეცხლის მრქვეველი დრაკონების უფრო ჯერა. და ბოლოს, ამ რევოლუციას ვინ გვიანონსებს? ხაბე, ინტელექტის ქვედა ზღვარზე მყოფი ადამიანის მსგავსი ორგანიზმი და რუსული ბანი. ბავშვების ფულის ქურდი პაატა ბურჭულაძე. ჩვენს ქვეყანას რომ ეხება საქმე, მაგიტომ არის უბედურება, თორემ შორიდან ძალიან სასაცილო კომედია იქნებოდა. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.